რა შთაბეჭდილება დაგრჩა ამ წიგნზე? მოგეწონა? დიახ, მას თავიდან ცოტა მოსაწყენჩანდა, რადგან უბრალოდ ელის არ შეეძლო კითხვა და ელის როგორ ჭირდა ეგენი ეწირა, მაგრამ მე უკვე როცა მისტერ დენიელს შემოვიდა, უკვე უფრო სხვანაირად წავიდა და უფრო საინტერესო გახდა წიგნი. რომელი პერსონაჟი მოგეწონა ყველაზე მეტად? მისტერ დენიელს. რა გასწავლა მისტერ დენიელსმა? მას ჩვენ თუ რაღაც ნიში გვაქვს ჩვენ პირიქით უნდა ვთქვათ და არა დავმალოთ. როგორ ეხმარება მისტერ დენიელსი ელის? მას ელი ვერ კითხულობს და ვერ წერს, მაგრამ ელი შეუძლია ძალიან ლამაზად ხატვა და რამე დავალება თუ არის რომ დაწეროს, მაგალითად თავისი ისტორია, ელის ახატინებს. მისტერ დენიელსი თავიდან ელისთან ურთიერთობას იწყებს იმით, რომ ელის არ წმუნებს, რომ ის სულელი არ არის და ის რომ წერა და კითხვა არ შეუძლია, არ ნიშნავს იმას, რომ ელი სულელია, ხო? ანუ თითქოს საკუთარი თავის რწმენას უღვივებს ელის, მისტერ დენიელსი. შენ როგორ ფიქრობ, ანდრია? რა მნიშვნელობა აქვს, რომ ბავშვს სჯეროდეს საკუთარი შესაძლებლობები, სჯეროდეს საკუთარი თავის? მას ჩვენ მაგალითად ყავს ძალიან ბევრი მეცნიერი დედამიწაზე. მაგალითად თომას ედისონმა მას 1000 რაღაცა ჯერს სცადა. ნათურა რომ გამოიგონებინა, ის არ დალებდა და მან მაინც გამოიგონა. და ელისთან რა კავშირი აქვს ამ ამბავს? ელი არ უნდა დამიბდეს და ელი უნდა გააგრძელოს ისევ როგორც თომას ედისონმა გააკეთა, რომ ნაბიჯ-ნაბიჯს ერთხელ თუ არ გამოვიდა, სხვა ის შეცდომა აღარ უნდა დაუშვა. მაგალითად ელი ესე უნდა გააკეთოს, რომ წერა თუ ესე არ გამოსდის, სხვა მეთოდით უნდა გააკეთოს. აი მისტერ დენიელსი ელის ეუბნება, რომ რადგან შეცდომებს უშვებ, ეს იმას ნიშნავს, რომ ცდილობ და სწავლობ და ეს კარგია. შენ როგორ უყურებ შეცდომის დაშვებას, იმიტომ რომ ხშირად ბავშვებს ეშინიათ შეცდომის დაშვების და ამის გამო არ აკეთებენ რაღაცას. მას ჩემი აზრით შეცდომა არაფერი არ არის, ყველას მომდის შეცდომა, დიდებსაც და პატარებსაც. აი შენი მაგალითიც, თომას ედისონის მაგალითიც, მე მგონი ამას ეხმიანება, ხო? ამ წიგნში შეგვხვდა ერთი საინტერესო პერსონაჟი, ალბერტი, რომელსაც დასცინიან ასევე თავისი კლასელები, მაგრამ ის უმკლავდება ამ დაცინვას. მაგრამ სამაგეროდ სხვები ჩაგრავენ, მიუხედავად იმისა, რომ ტანით დიდია, ვიღაცა პატარა ბიჭები სცემენ. როგორ ფიქრობ, რაშია ალბერტის სიძლიერე და რა არის ალბერტის სიზუსტე? მას არის ერთი პატარა ბავშვების ჯგუფი და ალბერტიც არის ძლიერი, მაგრამ ალბერტი მაინც არ აკეთებს ეგრე, იმიტომ რომ ეს ჯგუფში ვინებიც არიან, ეგენი არიან ბოროტები და ალბერტი თუ სხვა სცემს, ალბერტის ბოროტი გამოვა და იმათთან არის გამოვა. როგორ უმკრავდება ალბერტი თავისი კლასელების დაცინვას? მაგალითად, რაზე დასცინიან ალბერტს? მას ალბერტს დასცინიან ფეხსაცმელზე, რომ ინა ქონდა მოჭრილი და უთხრეს, რომ ეს რა არის ნაგვიდან იპოვებო და არა უბრალოდ შემეძლო რომ რაღაც მიყიდა და შემეძლო ახალი ფეხსაცმელები მიყიდა, მაგრამ აი შენ ალბერტის პერსონაჟმა თუ გასწავლა რამე და რა გასწავლა? დიახ, მას მე თუ ვინმე დამცინებს ტანსაცმელზე, ვეთქვი რომ ეს არ არის შენი საქმე, მე რაც წმინდა იმას შევეცმე, იმიტომ რომ შენ ხვის ცხოვრება შენ უნდა ჩაერიო. აზრით, რას ასწავლის ეს წიგნი ბავშვებს და რას ასწავლის დიდებს? მას დიდებს ასწავლის, რომ ბოქს თუ რაღაც ეშინია, პირიქით უნდა დაეხმაროს, რომ იმის შიში აღარ ქონდეს, თორე მას სამუდამოდ ექნება ეს შიში. და ბავშვებს კიდევ არ უნდა შეეშინდეთ, პირიქით არ უნდა დამალონ ელისნაირად, რომ მე არ შემიძლია წერა კითხვა, იმიტომ რომ ასოები დაფრინოს და წერითაც კიდე არ შემიძლია. მადლობა ანდრია.